გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მე ვარ ინგა ბლესი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი და პერსონალური კოუჩი. და დღეს მინდა ვისაუბროთ საზღვრებზე, საზღვრების დაცვაზე, პირადი პერსონალური საზღვრების დაცვაზე. უпростоრედ იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც ნათლად მიგვანიშნებს, რომ დადგა დრო თქვენი საზღვრების დაცვისა. რა მაჩვენებლებია, რა ნიშნებია ეს? მოვამზადე სპეციალური მასალა თქვენთვის. ესე იგი, ზოგადად რბილ და დამთმობ ადამიანთან ურთიერთობა ყველასათვის ძალიან სასიამოვნოა. ყველას უყვარს ასეთი ადამიანები, მოაწონს მათთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მათგან ყოველთვის შეგიძლია მიიღო ის, რაც შენს გსურს. შეიძლება ეს რაღაც, რაც შენ გსურს, იმ მეორე ადამიანის სურვილს ეწინააღმდეგება, მის გეგმებში ეს არ შედიოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გეთანხმება, იმიტომ რომ მას არ შეუძლია თავისი საზღვრების დაცვა. სხვა ადამიანებისთვის, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან კომფორტულია ასეთ რბილ და დამთმობ ადამიანებთან ურთიერთქმედება, მაგრამ როგორ გრძნობს თავად აი ეს ჩვენი რბილი და დამთმობი ადამიანი, ის ვისაც საკუთარი საზღვრების დაცვა არ შეუძლია. მინდა გითხრათ, რომ არც თუ ისე კარგად. მაშასე, რა მიგვანიშნებს, რა სიტუაციები მიგვანიშნებს იმაზე, რომ დადგა თქვენი საზღვრების დაცვის დრო. პირველ რიგში ამაზე მიუთითებს პირადი სივრცის არ ქონა. ანუ, შეიძლება კი თქვენ გაქვთ თქვენ სახლში თქვენი ოთახი, მაგრამ როდესაც ბრუნდებით სახლში, ოთახი ხდებათ დალაგებული, გასუფთავებული, თქვენი ტანისამოსი, გარეცხილი, დაუთოვებული, დალაგებული, თქვენს ყვავილებს უკვე დაუსხეს წყალი და ასე შემდეგ, თქვენს ჭიტებს აჭამეს, ხო, მაგალითად. ანუ, ეს თქვენი თხოვნის და თქვენი ნებართვის გარეშე მოხდა. ანუ თქვენი ახლობლები, თქვენი ოჯახის წევრები, არ აქვს მნიშვნელობა ეს დედა იქნება, თუ სხვა რომელიმე ნათესავი და ოჯახის წევრი, თქვენს დაუკითხავად აკეთებს ყველაფერ ამას. ერთი შეხედვით თითქოს კარგ საქმეს აკეთებს, რა არის ამაში ცუდი, რომ ადამიანს გაურეცხო სარეცხი, დაუთო ტანისამოსი, აულაგო ოთახი, მაგრამ როდესაც ადამიანი ამას არ გთხოვს და მისი ნებართვის გარეშე შედიხარ მის ოთახში, განკარგავ მის პირად ნივთებს, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ შენ არ ღვევ ამ ადამიანის საზღვრებს. არის ხოლმე ხშირად, რომ სახლში შენი ადგილი არ გაქვს, არ შეგიძლია განმარტოება, ბოდიში და სააბაზანოშიც კი, რომ შედიხარ და იკეტები, იქაც ცოტა ხანში მოგადგებიან, გიკაკუნებენ და გეუბნებენ. რას აკეთებ ამდენი ხანი, რატომ ხარჯავ ამდენ წყალს, ხომ იცი რა ძვირია ელექტროენერგია და ასე შემდეგ, ხო? თუკი ეს ყველაფერი თქვენს თავს ხდება და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომლის პირად სივრცეშიც ასე დაუკითხავად იჭრებიან ახლობლები, დაფიქრდით, რამდენად კომფორტულად გრძნობთ ამ სიტუაციაში თქვენ თავს. დარწმუნებული ვარ, რომ არც თუ ისე კომფორტულია ეს სიტუაცია თქვენთვის და დაელაპარაკეთ თქვენს ახლობლებს, უთხარით, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარ ოთახზე, ტანისამოსზე, ყვავილებზე თუ ჩიტებზე ზრუნვა და შესაბამისად თქვენი ნებართვის გარეშე ეს ყველაფერი თუნდაც სიკეთე თქვენმა ოჯახის წევრებმა არ უნდა გააკეთოს. მაქსიმალურად კორექტულები იყავით, რომ მართლაც ნამდვილად აი ის თქვენი ახლობელი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, მას სულაც არ უნდა რაღაცა ცუდი თქვენთვის პირიქით თავისი გადმოსახედიდან გეხმარება, მაგრამ თავის დაუნებურად არ ღვევს შენს პირად საზღვრებს. მეორე, პირად საზღვრებზე სამუშაო გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგიძლიათ არას თქმა.
ერთადერთი დასვენების დღე გაქვთ და სწორად ამ დღეს გთხოვა ახლობელმა რომ არ ვიცი სადღაც წამიყვანე ქალაქ გარეთ საქმე მაქვს შენი დახმარება მჭირდება და მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე დიდი სურვილი გაქვს რომ ქალაქ გარეთ წახვიდე და ვიღაცას რაღაცაში ეხმარო, იმიტომ რომ შენი ერთადერთი დასვენების დღე გინდო და დასვენებისთვის გამოგეყენებინა, მაგრამ მაინც აკეთებ იმას, რაც გთხოვეს. რატომ? იმიტომ რომ არიცი უარის თქმა, იმიტომ რომ გეშინია რომ ამით ახლობელ ადამიანს აწეინებ და როგორც საბოლოო შედეგი დაკარგავ. და ამის გამო ყველაფერზე ეთანხმები. ფული არ გინდა რომ ასეს ხო უკვე მე ასეთ იმ ადამიანს რომელიც არ გიბრუნებს, მაგრამ არ შეგიძლია არას თქმა და მაინც სესხულობ. არ ვიცი, შენი მეგობარი გოგონა გთხოვს რომ მოდი გავხდეთ ვეგეტარიანელები და მიუხედავად იმისა რომ ძალიან შორს ხარ ვეგეტარიანობისაგან, მაინც ეთანხმები. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ შენ გეშინია არას თქმა, შენ არიცი არას თქმა და დროა რომ ისწავლო. მესამე მაჩვენებელი. თუ კი ადამიანები თქვენ ძალიან გაღიზიანებენ და თქვენი ოცნებაა რომ უკაცრიელ კუნძულზე მარტოდ ცხოვრობდეთ, ეს იმას ნიშნავს, სრულ სიმარტოვეში რომ ცხოვრობდეთ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან ბევრი საჭიროზე მეტი ურთიერთობა გაქვთ, ურთიერთობები, ხო, ადამიანებთან და თანაც ისეთი ურთიერთობები, რომლებსაც დიდი სიამოვნება თქვენთვის არ მოაქვთ. დაფიქრდით, შეადგინეთ იმ კონტაქტების სია, რომლებსაც თქვენ კვირის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანებთან ამყარებთ, ანუ ურთიერთობა, უბრალო ადამიანური ურთიერთობა. მეგობრული იქნება ეს ოჯახური, ნათესაური თუ მეგობრული თქვი უკვე სამუშაო, ხო, პროფესიული. დაფიქრდით, ჩამოწერეთ, ხო, ვისთან გიწევთ ურთიერთქმედება და გააკეთეთ ანალიზი, ვისთან სიამოვნებით კონტაქტობთ, ხოლო რომელ ადამიანებთან ურთიერთობას არანაირი სიამოვნება არ მოაქვს, პირიქით თქვენთვის დამღლელია და გამაღიზიანებელია. როდესაც ამას აღმოაჩენთ, შემდეგ ასეთ ადამიანებს აღმოაჩენთ, ასეთ კონტაქტებს, ხო? შემდეგ კიდევ ერთი ანალიზი გააკეთეთ. კონკრეტულად რა მაღიზიანებს მე ამ ადამიანთან ურთიერთობებში, რა მღლის. ხო? შეიძლება ამ ადამიანთან ურთიერთობა გღლით და არ მოგწონთ, იმიტომ რომ ის უბრალოდ არ გისმენთ, გაწყვეტინებთ, არ ითვალისწინებს თქვენს აზრს, ხო? შესაძლებელია მუდმივად პრეტენზიებს წაგიყენებთ და ცდილობს რომ თქვენ რაღაცაში დაგადანაშაულოთ, ხო? ფარულად თუ ხილულად. შესაძლებელია ეს ადამიანი სულ მუდამ ცხოვრებაზე და სხვა ადამიანებზე წუწუნებს და ეს გღლით. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს, შეეცადეთ რომ აი ასეთ გამღიზიანებელ ადამიანებთან ურთიერთქმედება დაიყვანოთ მინიმუმზე. თუ ეს თქვენი უახლოესი ადამიანია და შეუძლებელია მასთან ურთიერთქმედების გაწყვეტა, მაშინ შეეცადეთ აუხსნათ, რომ თქვენ ეს ურთიერთობები არ მოგწონთ ურთიერთობის სტილი, იმიტომ რომ მუდმივად ხდება ესა და ეს, მაგალითად, ცხოვრებაზე წუწუნი და თავისი ნეგატივის თქვენზე გადმოფრქვევა. თუ ესეც არ გიშველით, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტექნიკები ენერგოვამპირებისაგან დაცვისა და ეს ტექნიკები გეხმარებათ რეალურად თუნდაც იმ ადამიანთან უშუალო ურთიერთქმედებისას მაინც შეინარჩუნოთ თქვენი ენერგია და თქვენი შინაგანი ჰარმონია. მეოთხე მაჩვენებელი შემოკარგებო იმისა რომ დადგა თქვენი საზღვრების დაცვის დრო, ეს არის ის, როდესაც გარშემომყოფი ადამიანები აიგნორებენ თქვენს სურვილებს. ძირითადად ნებისმიერი თქვენი სურვილი ხდება კრიტიკის ქარცეცხლში, უფასურდება, იგნორირება ხდება ამ თქვენი სურვილებისა და ამ ყველაფერმა უნდა დაგაფიქროთ. დიახ, უნდა დაგაფიქროთ. ხომ არ მოვიდა დრო, რომ მე
ჩემი სურვილები არა უბრალოდ გავაჟღერო, არამედ დავიცვა და შევასრულო კიდეც, ხო? როდესაც თქვენ ამას არ აკეთებთ, გარშემო მყოფები თვლიან, რომ თქვენ ხართ ძალიან რბილი ადამიანი, რომელიც ძალიან ადვილად ამბობს უარს თავის სურვილებზე და ფიქრობენ, რომ თქვენ ისედაც კარგად გრძნობთ თავს, რაში გჭირდებათ, რომ თქვენი სურვილები ვიღაცამ შეისმინოს და შესაბამისად დაგეხმაროთ მათ გაკეთებაში და ასრულებაში, ხო? ხანდახან თქვენი სურვილების გაკრიტიკებას საფუძვლად უდევს ის, რომ ადამიანი უბრალოდ შურიანია, შურს რომ ეს თქვენი სურვილი არ ახდეს. მახსოვს ერთი ახალგაზრდა მსმენელი გოგონა, ახალგაზრდა ქალი წერდა, რომ მე მომწონს კარგი ახალგაზრდა მამაკაცები, საღი, კარგი ოჯახიდან, კარგი გარეგნობის, კარგი განათლების, კარგი კულტურის და ჩემი ახლობლები, ჩემი მეგობრები ყოველთვის მაკრიტიკებენ და მეუბნებიან, შენ მოინდომეო რა, შენ ამას ვერ შეწვდებიო, ამიტომ რაღაცა უფრო მიწიერზე და უბრალოზე იფიქრეო. რა არის ეს თუ არა ელემენტარული შური, ხო? ასევე შეიძლება თქვენი სურვილები და გეგმები მოხდეს კრიტიკის ქარცეცხლში, იმ შემთხვევაშიც თუ კი მეორე ადამიანს სურს თქვენი ცხოვრება გააკონტროლოს, ხო? და თუ კი თქვენ დაიწყებთ თქვენი სურვილების შესრულებას, თქვენი მიზნებისკენ მოძრაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ვეღარ გაგაკონტროლებთ, ხო? და ამიტომ თავიდანვე ჩანასახშივე თქვენს სურვილებს და თქვენს დამოუკიდებლობას ასეთი ადამიანები ანადგურებენ. არ ვიცი, ეს შეიძლება მოხდეს განზრახულად, შეიძლება მოხდეს გაუაზრებლად, მაგრამ თქვენთვის რა აზრი აქვს? თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შინაგანი კომფორტი და თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი მიზნები და თქვენი სურვილები. მეხუთე მაჩვენებელი იმისა, რომ დადგა თქვენი საზღვრების დაცვის დრო, არის ის, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 წლის აღარ ხარ, შენი ახლობელი ადამიანები მაინც არ წვეტენ შენზე ზრუნვას და ზრუნვას ბრჭყალებში ჩავსვავდი ამ შემთხვევაში ამ სიტყვას, იმიტომ რომ ზრუნვა, რა თქმა უნდა, საჭიროა ერთი მეორეზე, მიუხედავად იმისა, ზრდასრულები ვართ თუ არა უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ როდესაც ეს ხდება არამკითხე ზრუნვა, როდესაც ეს ხდება ზრუნვა, რომელიც რისი თქმა მინდა იცით, რომ 1 წლის ბავშვზე, 10 წლის ბავშვზე და 20 წლის ბავშვზე, ხო? სხვადასხვანაირად ზრუნავს, თუნდაც იგივე დედა და იგივე მშობელი, ხო? ადამიანს ასაკთან მატებასთან ერთად ემატება პასუხისმგებლობა და მასზე ზრუნვის მოვალეობები თვითონ მასზევე გადადის, ხო? თუ კი 1 წლის ბავშვზე 100% უნდა მშობელმა და აღმზრდელმა იზრუნოს, 10 წლის ბავშვი უკვე ბევრ რამეზე თვითონ ზრუნავს, ხო? ხოლო 20 წლის ბავშვი უკვე ბევრ რამეზე კი არა, ძალიან ყველაფერზე თვითონ უნდა ზრუნავდეს, ხო? ყველაფერზე თუ არა 80%-ზე თავისი მოთხოვნილებებისა, თავისი საქმეებისა და თავისი ცხოვრებისა. როდესაც ადამიანს არ აძლევენ იმის საშუალებას, აი ეს პასუხისმგებლობა ნელ-ნელა მშობლიდან შვილზე არ გადადის, ხო? თავისი ცხოვრების პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში ადამიანი იზრდება უპასუხისმგებლო, ამ შემთხვევაში ადამიანს არ აქვს დამოუკიდებლობა, აქვს ცხოვრების შიში და როდის დამთავრდება ეს მისი შინაგანი არაზრდასრულობა და მოუმწიფებლობა, ღმერთმა უწყის. შეიძლება არც არასოდეს. გუშინ უყურებდი ზუსტად მიყვარს ხოლმე ეს სერიალი, მაგალითად მოყვანა ამ სერიალის მომენტებისა, ხო? როდესაც ჩიკასთან მივა მისი ვაჟი და ეუბნება, რომ ჩემს ცელს გავშორდიო, იმიტომ რომ თავისი სურვილები არ ქონდა
და მხოლოდ მე შემომცქერო და თუ მე რა მინდა, მე რა მომეწონება, მე რა გეგმა მაქვს და ეს ძალიან მალე ყელში ამომივიდაო. რაზეც ჩიკამ უთხრა რომ ეს ბავშვი ბოდიშით რაც იყო ნათქვამი იმას გავიმეორებ, ხო? ჩმორად იყო გაზრდილი, ხო, თავიდან იყო თავისი მშობლების ჩმორი და მე ქმრის ჩმორი გახდაო. ძალიან ცუდი სიტყვაა და უხეში, ხო? მაგრამ ციტირებას ვაკეთებ, რის თქვა მინდა ამით, რომ მართლა ძალიან ხშირად მშობლები აი ასეთ ადამიანებს ზრდიან, რომელსაც ერთგვარი მუდმივი ბავშვი. ხო, ბავშვი ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანი იზრდება, ის გამოდის ბავშვობიდან და მას უნდა კონდეს თავისი სურვილებიც, უნდა კონდეს თავისი მიზნებიც, უნდა შეეძლოს თავისი საზღვრების დაცვაც და თავისი მიზნების გაჟღერებაც და თავისი გეგმებიც კონდეს. და როდესაც ადამიანი ამას არ არის მიჩვეული, როდესაც ეს პროცესი ბუნებრივად არ მოხდა, ხო, ვიღებთ სრულიად უუნარო სხვაზე დამოკიდებულ ადამიანს. ერთი სიტყვით ეს რა თქმა უნდა უკიდურესი შემთხვევა აღვწერე მე, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება რომ დიახ, ჩვენი ახლობლები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ უკვე კარგად დიდი ხანია უკვე რაც 10 წლის ასაკს გადაცილებულები, მაინც ცდილობენ მოგვეპყრონ როგორც ბავშვს. ამ შემთხვევაში დაფიქრდი, რა გაღიზიანებს, რა სახის ზრუნვა არ მოგწონს, ხო, რა სახის ზრუნვას თვლი ზედმეტად და უადგილოდ შენი ახლობლების მხრიდან, არ ვიცი მაგალითად, დედა ყოველთვის მეუბნება რომ შვილო, მოიხუე შარფი და დაიხურე ქუდი, გარეთ ცივა. არა უშავს რომ შვილო უკვე 30 და 40 წლისაა და თვითონ წვეთს რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს, ხო? ან მაგალითად მეუღლე, ხო, არ გაძლევს უფლებას რომ შენ ამხანაგებთან ურთიერთობა გქონდეს, იამხანაგო, შეხვდე და ასე შემდეგ და მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ესეც შენი უფლებების შეზღუდვა და შენი დამოუკიდებლობის შეზღუდვა. მაგალითად, რომელიმე ოჯახის წევრი დაიქნება ეს, დედა იქნება, მამა თუ მეუღლე თუ შეყვარებული თუ ვინც არ უნდა იყოს, ძრებათ თქვენს ჩანთაში, ძრებათ თქვენს ტელეფონში, გიჩითავთ, ხო, ამ პირად სივრცეს. ეს ისეთი პირადი სივრცეა, რომელშიც ხვირის ჩაყოფა არავის არ აქვს უფლება, რომელშიც, ხო? ამიტომ არ მისცეთ არავის ამის უფლება და დაელაპარაკეთ თქვენს ახლობლებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს არის პირადი სივრცის დარღვევა, ეს არის პირადი საზღვრების დარღვევა და ყველა ზრდასრულს ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ არავის არ მისცეს საშუალება თავის პირად სივრცეში და თავის სულში ხელების ფათურისა, ხო? მაგრამ ისევ და ისევ ეს უნდა გავაკეთოთ ფრთხილად, ეს უნდა გავაკეთოთ ზომიერად, ეს უნდა გავაკეთოთ კორექტულად, ხო? და გამოვიყენოთ აი ამ საუბრებისას, ახლობლებთან საუბრებისას, ხო? გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული მეშეტყობინებები. ანუ ადამიანს ვეუბნებით იმას კი არა, რომ იცი რა არის, შენ ნუ შედიხარ ჩემ ოთახში, ჩემი სახლში არ ყოფნის დროს ეს პირადი საზღვრების დარღვევა. შენ ცუდად იქცევი, ეს არ შეიძლება, შენ არ ღვევ ჩემს პირად საზღვრებს. არა, ასე ახლობლებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან არ საუბრობთ. არამედ ვეუბნებით, რომ იცი რა, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, ხო? მე ძალიან წინს, მე ძალიან არ მომწონს, მე ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც შენ აკეთებ ამასა და ამას. მოდი. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ შეწყვიტე ამის გაკეთება, თუ კი შენთვის ჩემი პირადი კომფორტი და ჩემი წყნარი შინაგანი მდგომარეობა შენთვის მნიშვნელოვანია.
აი დღეს ეს არის რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვეთ შემოკარგებო. მომწერეთ რამდენად გამოგდით თქვენი საზღვრების დაცვა. არ ღვევენ თუ არა თქვენი ახლობლები თქვენს პირად საზღვრებს, რას აკეთებთ თქვენ ამ შემთხვევაში? და ერთი სიტყვით ვიმსჯელოთ აი ამ მნიშვნელოვან თემაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ თვლით რომ ეს ვიდეო საინტერესოა, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც. წინასწარ მადლობა გაზიარებისათვის. რა თქმა უნდა, მოიწონეთ ვიდეო, ასევე ჩემი თხოვნა იქნება რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ ფსიქოლოგიური ცენტრის გვერდი. დიდი მადლობა და დროებით.